მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემას რატომ იცინი? Karma დაგიბერა თუ რა? ისეთი ძლიერი ხარია, რომ ასე რო არ უკანაობთ, გასაკვირია. ესე იგი, ვართ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ქსოვრისიდან გამოვიარეთ რამდენიმე კილომეტრი და მოვედით აი ამ საოცარ ადგილას. ეს არის თელოვანის ჯვარ-პატიოსნის ეკლესია. სხვათა შორის ეს ადგილი ალექსანდრეს გაახსენდა, ჩვენ სხვა მიმართულებით ქონდა გეზი და უცებ შემოვუხვიეთ და ნამდვილად არ ვნანობ და მწვენია რომ აქამდე არ ვარ აქ ნამყოფი. ეს ეკლესია თარიღდება მე-8-მე-9 საუკუნეებით და არის ძალიან ლამაზი. ეკლესიას ტაძარს და ნებისმიერ ნაგებობას ლამაზ ხდის არა მხოლოდ მისი არქიტექტურა, არამედ ის თუ რა ლანდშაფტში არის ის აშენებული, ან როგორ არის შერწყმული ლანდშაფტს. აქ ადრე ყოფილა სოფელი, სანამ ეკლესია აშენდება, არსებობს ესეთი ცნობები, მაგრამ და მეტი ნამდვილად ვერ მივაკვლიეთ ვერაფერი, რა სოფელი იყო, ვინ ცხოვრობდა და ასე შემდეგ. ხოლო როცა ეს ეკლესია აშენდა, ეკლესია აშენებულა ნასოფლარზე, მერეც ალბათ დასახლებულა ხალხის და ეტყობა კიდეც გარშემო, მაგრამ იმდენად ლამაზად გამოიყურება, რომ რა ქთონებას ნამდვილად ვერ დამალავ. თან აი ძალიან ახლოს, არც თუ ისე ავტობანი პრინციპში შორს არ არის, მუხრანიდან ძალიან ახლოს არის თბილისიდანაც მარტივად მოხვალთ და რაც საინტერესოა, რაც ცნობები ვნახეთ, რომ ეკლესია კი არის მე-9 საუკუნის და ჯვარ-გუმბათოვანია რა ძალიან საინტერესოა ამ პერიოდში უკვე ჯვრის მონასტრის შემდეგ ქართლში აჩენდა ატენისიონი, წრომი, ჯვარი-პატიოსანი, მაგრამ 50-იან წლებში 1952-53 წლებში ჩაუტარდა მას რესტავრაცია. ეს არის აი რო წარმოვიდგინოთ როგორი გამონაკლისი. ანუ გამონაკლისად, კი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ეკლესია მონასტრები ინგრევა, ან გადაკეთება ხდება მის ფუნქციოდ, ეს შენდება. ეს შერემონტდა, უბრალოდ მოდი რემონტის სიტყვას არ ვიტყვი, მოხდა მისი რესტავრაცია ფაქტურად სრულად და რასაც ახლა უყურებთ, პრინციპში მოაღწია დღემდე. კი, გადახურვაც მაშინდელი არის და გუმბათიც მაშინ უკვე ჩამონგრეული ყოფილა და აღუდგენიათ თავიდან. ხო და რატომ მოვყევი ეს ამბავი? ანუ ეს პერიოდი კარგად ვიცი, კარგად გამოკვლეული ჩემი სტუდენტობის პერიოდში, მაგრამ ვერ ნახე ვერანაირი ისეთი ძირეული მოსაჭიდი თუ რატომ მანდამაინც ეს, თუ ვინმე რამე იცის, გთხოვთ მოგწეროთ. ეკლესია საინტერესოა არის იმითაც, რომ შემორჩენილია მე-9 საუკუნის მხატვრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფრესკული მხატვრობის ისტორიისთვის. რადგან შეიძლება კარგად იცით ზოგიერთმა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ მე-11 საუკუნისთვის, უბრალოდ მე-11 საუკუნეში უკვე ხდება ჩამოყალიბება და იქნება კანონები, ანუ კანონიკური ხდება უკვე ნებისმიერი მხატვრობა, ამიტომ ყველა ის მხატვრობა, რომელიც არის დახატული მე-11 საუკუნემდე, განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია. მათ შორის ამ ეკლესიაში არის ორ მხარე, საკურთხეველში გვაქვს მცირე ფრაგმენტები შემორჩენილი და ასევე დასავლეთ მხარეს უფრო ნაკლები არის დარჩენილი და რაც აქედან ჩანს, რომ არის აღდგენილი 50-იან წლებში და შემდგომში უკვე 2000-იან წლებში ხელი შეავლეს. აქ ჩვენ გვაქვს მცირე ფრაგმენტი მოციქულების და ასევე მეომარი წმინდანების და შეიძლება სავარაუდოდ ეს იყო ან წმინდა გიორგი, ან წმინდა დემეტრი, ან რომელიმე სხვა. და ასეთი ადრეული მხატვრობა ამ ტაძარს აქცევს ძალიან მნიშვნელოვნად ქართულ ტაძრებს შორის. აქვე გამოვიყენებ მომენტს და ვიტყვი, რომ ჩვენი გასვლები საქართველოში ხშირად არის ხოლმე სპონტანური, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა. დაგეგმილი რაღაცები და ერთ-ერთი ასეთი გეგმა არის წელს აგვისტოში ისლანდიაში მოგზაურობა და რამდენიმე ეპიზოდის გადაღება. ამისთვის უნდა მოვიხადო. მოგეთ ისლანდიაში უკვე გააწყვეტილი გვაქვს, უკვე ბილეთები შეძენილი გვაქვს, მარშრუტიც დაგეგმილი გვაქვს და იმისთვის რომ ძალიან მაგარი კონტენტი გამოგვივიდეს, ისაც გამოგვივა, მაგრამ ამისთვის დაგჭირდება ძალიან საინტერესო და კარგი ოდნავ ხელისკრა.
ბეჭის ან ფეხის დადება არა. ხო, და ამიტომ ვინცაც გაინტერესებთ რომ დაგვეხმაროთ ამ საკითხში, გახდეთ ჩვენი პარტნიორები, გთხოვთ მოგწეროთ პირადში და სიამოვნებით ვითანაშროლებთ თქვენთან, რადგან ძალიან საინტერესო რაღაცებს გიგებთ, ამას უკვე მე მოგიყვებით პირადად და არა ახლა. წავედით. და აქედან მივდივართ კასპის მუნიციპალიტეტში. დუშეთის. დუშეთის. ხო, ერთმანეთში გადაჯაჭვულია ყველაფერი აქ. რაღაც გზაჯვარედინზე ვართ. გასაგები. ახლა მივდივართ დუშეთის მუნიციპალიტეტისკენ. ისევ ქარმა დაუბერა. აბა შეგიძლია ამის გაკეთება? ხო, ანუ რო ახსნა დუშეთის მუნიციპალიტეტი და ძალიან მოკლედ და მუცად გავიქცეთ. ანუ ახალგორისკენ წამოვედი. ტალღა გამიფუჭა. ტალღა? მიდი თავიდან ქენი. მიდი. ხელები გაშლილი უნდა გქონდეს. კარგია, ჩაგეთავა. მამა იმუნებს. კარგით. ანუ სოფელი მუხრანიდან გზა, რომელიც მიდის ახალგორის მუნიციპალიტეტისკენ, რომელიც არის ოკუპირებული სამწუხაროდ, სოფელ ოძისამდე მივალთ და გარშემო არის რაღაც ძალიან საინტერესო რაღაცები, რომელსაც აუცილებლად განახებ დღეს. წავედით, თორე შევწივდა. ქსოვრისიდან ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ. გადავწყვიტეთ მოკლე გზით ამოვსულიყავით ზემო კოდი წყაროში და უნდა გაგაფრთხილოთ უბრალოდ ილტოზასკენ გადასახვევი, როდესაც შეგხვდებათ, არის ორი გზა. ერთი ილტოზას მანიშნებელია და მეორე ძველი ილტოზა. ძველ ილტოზას გაყევით, იმიტომ რომ მეორე ვარიანტი თუ ძალიან მაღალი გამავლობის მანქანა არ გაქვთ და დაჩხაპნის არ გეშინიათ. მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ის გზა თუ არა და აგერ კაკალივით გზა. საუცხო და თითქმის უცნობ ადგილას ვართ ამასულები. ანუ უცნობს გულისხმობთ, იმიტომ რომ არ ვართ კიდევ ერთხელ პირველები აქ ისტორიის ინსტიტუტი იყო ჩამოსული ივანე ჯავახიშვილის სახელობის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიულიც ასევე რა თქმა უნდა და 76-77 წლებში მათ გააკეთეს ამ ტერიტორიის მოკვლევა, ვართ სასახლის ტერიტორიაზე, პირდაპირ გაგებით სასახლე, რადგან ახლა ჩვენ ხედავთ კოშკს, მაგრამ მის უკან არის ნანგრევები, რომელსაც აუცილებლად ნახავთ, მაგრამ სანამ მოვყვებით სასახლის ისტორიას, მანამდე ვთქვათ ერთი რამ, რომ ვერ მივაკვლიეთ, ნახეთ ყველა წყარო, რაც წლომადია, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ჩვენ ახლა ვიკიპედიის არ გულისხმობთ ყველანაირი წყარო, რაც კი შეიძლება წლომადი იყო და ვერ მივაკვლიეთ თუ რომელ გვარს ეკუთვნოდა ეს. მაგრამ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ იმ გვარებით, რომლებიც ცხოვრობდნენ მეზობელ სოფლებში, მაგრამ მაინც საინტერესოა, რომ ასეთი მძლავრი ნაგებობა და რუკაზე რო დავხედავთ. ტერიტორია აქვს მაინც რამხელა, მარტო რა შეიძლება შემოსაზღვრული აქვს ხეებით თითქოს. რამდენი ჰექტარია ტერიტორია? რამდენი ჰექტარია ტერიტორია? მოკლედ ვართ სასახლის ტერიტორიაზე მოკლედ. შიგნით შევნიშნე ძველი საფლავები და მე ვფიქრობ, რომ ღირს იქ გასეირნება, იქნებ ძველ გვარებს მივაგნოთ. ვინ არის აქ დასაფლავებული? შესაძლოა. მოკლედ, ფაქტი არის ის, რომ მე-16-მე-17 საუკუნიდან ნამდვილად აქ დგას სასახლე თავისი დიდი ნაგებობით, საკმაოდ ვრცელი, კოშკით, გარშემო ჰქონდა რაღაც ბარიერები, კედლები, წმინდა გიორგის ეკლესია და ასე შემდეგ, მაგრამ რატო გვაქვს ასე უცნობი და რატომ არის ნაკლებად შესწავლილი და არაფერი არ ვიცი თითქმის, ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ წავალთ და გავიგებთ. ყველაზე თვალსაჩინო ნაგებობა მთელ კომპლექსის ტერიტორიაზე არის ეს 4-სართულიანი კოშკი. დიდი ალბათობით, რადგან წყაროები მწირად გვაქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ კოშკის აშენება და მით უმეტეს ამ სიმაღლის და სიგანის კოშკის, იმიტომ რომ სიგანი 8 მეტრი 7.5 მეტრზე არის დაახლოებით მისი პარამეტრები. მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც ჭადიჯვარში და სხვა მიმდებარე სოფლებში ესეთი მაღალი კოშკების აშენება დაიწყო უკვე ლეკიანობის პერიოდში, უბრალოდ ლეკიანობა როცა მიიღო მასიური ხასიათი და უკვე ისინი არა პატარა ჯგუფებად, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მოზრდილი არმიითაც შემოდიოდნენ და შესაბამისად დადგა თავდაცვის აუცილებლობა. შევიდეთ ახლა კოშკში, დეტალა ქარია.
საკმაოდ ფართო კოშკია და სხვათა შორის ძალიან მაგონებს სიფართოვით ხულუტის ციხის კოშკს, რას გულისხმობ, რომ თქვა ანანურის კოშკი და სხვა უფრო შედარებით უფრო ვიწროა, მაგრამ ზუსტად იგივე პრინციპია. გატიხრული იყო ხით, ეტყობა კიდეც, სადაც ხის დიდი ძელები იყო გადებული და ასევე, რა თქმა უნდა, ყველა სართულს ჰქონდა სათოფურები, რადგან ეს უკვე მე-17 საუკუნეში აქტიურად გამოიყენება უკვე სეცაცროლი იარაღი და რა თქმა უნდა ბუხარი. აი აქედან სადაც ახლა მე ვდგავარ, აქედან ადიოდა კიბე, რადგან აშკარად ჩანს კიბის კვალი, რომელიც აი ესე მიუყვებოდა კედელს და შესასვლელი ჰქონდა თითოეულ სართულზე. აი საერთოდ მეორე სართულზე, შემდეგ მესამეზე და ბოლოს ადიოდა მეოთხე სართულზე, რომელიც ჭერის ფორმიდან გამომდინარე აშკარად ჩანს, რომ მანდ უნდა ყოფილიყო გადახურვა. ასვლას არ გირჩევთ, უბრალოდ შესაძლებელია, მაგრამ ახლა ძალიან დიდი ქარია და თან ცივა. შესაბამისად, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ცოტათი მოიცა ეს ჩამოდრა იმედია. მოგეთ ასვრით ავალთ, მაგრამ აქ უნდა ვთქვათ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველა დამთვალიერებელმა. ჩვენ ესეთი ფორთხიალით და ასეთი ასე ვთქვათ, დაუფიქრებელი რაღაცეებით, არა იმიტომ რომ ვთქვათ შეიძლება ჩვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩავიგდოთ, არამედ ჩვენ ვაზიანებთ ხანდახან ძეგლს. გავთვითცნობიეროთ, რადგან იქ ავალთ კი ბატონო, მაგრამ სანამ ძეგლი არ გამაგრდება, კარგად არ მოხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთება, ასეთ შემთხვევაში მაინც მიზანშეწონილი და რეკომენდირებული არ არის, რომ ძეგლზე ესე ვიზრომიალოთ. ამიტომ მე ჩამოვალ, ვიქნები თქვენთვის მაგალითი და ცივა. წავედით ახლა განნახოთ სასახლე. ჩვენი ვარაუდით სასახლის შესასვლელი აქ უნდა ყოფილიყო და ვნახოთ ახლა თუ სწორად ვივარაუდეთ. თვითონ შენობა არის 30 მეტრი 17-ზე. ვაიმე რა მხელა, ნახე. მაგრამ აქ ისე არის დაზიანებული და ჩამოშლილი ეს კედლები, რომ შესასვლელს ალბათ ვერც მივაგნებთ, ასე ვერ მივხვდებით. ყოველ შემთხვევაში სადგომები იყო ორ მწკრივად განთავსებული. წინა მწკრივში იყო 4 ოთახი, ხოლო უკანა მწკრივში 3. ყველა ოთახი იყო კვადრატული და ყველა ოთახში იყო ბუხარი. ასევე იყო ნიშები და შეისრულთაღოვანი არკები, რომელიც აი ნახე, აი აქ ჩანს. აუ რა საყვარლებია. აი მე და ეკალი შემერჭო მგონი. ნახე რა ლამაზია. აქ და აი ნახე სულ ასე გაყოლებაზეა. ძალიან დიდი არის. ძირითადად არის ნაშენი აგურით, მაგრამ ხანდახან აგურს ანაცვლებს რიყის ქვა. და აი აქაც ემჩნევა კარგად. ესეც ერთ-ერთი ბუხარი. შენობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო და წარმომიდგენია აქ როგორი ესეთი ცხოვრება იყო ბომონდური. აი ეს არის ერთ-ერთი ოთახი. აუ ნახე როგორ არის საცოდავად ჩამონგრეული ყველაფერი. აუ ძალიან ლამაზია. ეს რო აღდგეს, წარმოგიდგენია როგორი დიდებული სასახლე იქნება? აუ აქ რამხელა ხეა ამოსული შეხედე. წავიდეთ ახლა სასაფლაოები დავათვალიეროთ.
დიდი ენთუზიაზმით გავაგრძელებთ ჩვენი მოგზაურობა და ამავე სოფელში, სადაც სასახლე ვნახეთ, თვითონ დავეშვით სოფელის ზემო კოდისწყაროში, სადაც რუკის მიხედვით არის მეორე წმინდა გიორგის ეკლესია. აი ნახეთ. სურათებში ჩანს ძველი შავთეთრი სურათები და გვეგონა რომ რაღაც დაგხვდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ დაგხვდა, ეხლა ირინემ შემოირბინა ყველაფერი, ნახეთ დეტალურად, მაგრამ სამწუხაროდ არის მხოლოდ სასაფლაო, აი ეს პატარა ნიში, რომელიც შეიძლება მერე დადგეს და აი ეს ადგილი, სადაც დიდი დღესასწაულების დროს შეიკრიბებოდა ხალხი. ან მეორე ვარიანტი რომ რუკაზე არის საერთოდ არასწორად დატანილი. იმქიდან გამომდინარე რომ აქ ამდენი სასაფლაოა და როგორც წესი სოფლის სასაფლაო იყო ხოლმე ეკლესიის გარშემო პატარა სოფლების განსაკუთრებით შესაძლებელი იყო. დიდი ვარაუდით ის სურათები რომელიც იძებნება ინტერნეტში გადაღებულია საერთოდ 20-30-იან წლებში არქივიდან არის და შემდეგ უბრალოდ ის დაანგრიეს როგორც ძალიან ბევრი ძეგლი სამწუხაროდ. იმ დროს. კარგი, წავით გავაგრძელებთ ახლა ჩვენ მაგრამ ის უნდა ვთქვათ რომ სამაგიეროდ ძალიან საინტერესო ადგილი ვიპოვეთ რუკაზე თვალიერებისას და იმედია ის მაინც დაგხვდება თავის ადგილას და გაჩვენებთ თქვენს რა მაგარი ადგილი უნდა იყოს წესით. ეს არის ის ადგილი, რომელიც წეღან რუკაზე აღმოვაჩინეთ. ვართ ისევ დუშეთის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტი დღეისთვის მეტი აღარ შეგვიცვლია და ვართ სოფელ ქვითკირის წყაროდან 2 კილომეტრში. არ დამთავრდა მართლა არ მთავრდება საქართველოს აღმოჩენებით. განა რამეს განსაკუთრების ვიძახით ახლა ადგილობრივმა რა თქმა უნდა ეს იციან, მაგრამ არ ამგონია ფართო საზოგადოებამ იცოდეს ეს ადგილი. მანქანით ფლად ბოლომდე ვერ მოხვალთ, მაგრამ არც თუ ისე შორს შეიძლება მოხვიდეთ, ჩვეულებრივი ნორმალური კროსოვერითაც და გაჩერდებით და მობრძანდებით აი ამ მშვენიერ ეკლესიაში და კოშკში. არის მე-16 მე-17 მაქსიმუმ მე-18 საუკუნის, მაგრამ მაინც მე მგონია რომ ეს უფრო მე-16 საუკუნის არის, რადგან კოშკების აგებას თუ შევადარებთ ამ რეგიონში და კახეთშიც კოშკებს აი ზუსტად ასეთი ტიპის განსაკუთრებით ქართლში აშენებენ სწორედ მე-16 საუკუნის ბოლოს და მე-17 პირველ ნახევარში, როდესაც მძაფრდება ლეკიანობა. და ეს არის როგორი უცნაური ეკლესია, რომელიც ბიბმულია თავდაცვით ნაგებობაზე. და შესასვლელიც კოშკიდან აქვს. ხო, რა გახსენდება? არა, იცი რა არის? ეს კოშკიდან შესასვლელი აქვს და ცალკე ეკლესიას პატარა, უფრო პატარა, აი ისეთი რომ აი ასე უნდა შეხვიდე, შეძურე. ან ფაქტიურად თავდაცვითი სამლოცველო შეიძლება უწოდოთ. გახსოვს აქ ძალიან ახლოს სოფელი მჭადი ჯვარი. ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ გქონდა რომ აი მოწყობილი იყო ის თან გუმბათოვანი უდიდესი ეკლესია და მთლიანად თავდაცვით ნაგებობაზე გადაბმული იყო კოშკთან და გალავანთან. დაახლოებით იგივეა აქ უფრო სხვა მასშტაბებით. და აქ უნდა გქონდეს საოცარი ბარელიეფები, ძალიან საუცხოო მოტივებით და წავიდეთ ახლა ვნახოთ. ესე იგი, ახლა წრე შემოვირბინეთ უცებ და მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო ბარელიეფია, მაგრამ გვინდა რომ ეტაპობრივად მივყვეთ რომ არაფერი არ გამოგჩეს და თქვენც გაჩვენოთ. ამიტომ ვიხელმძღვანელებთ მემკვიდრეობის გვერდით და მივყვებით. ანუ პირველი რა გვაქვს? პირველი გვაქვს კარის ტიმპანის ქვაზე გამოკვეთილი ადამიანის სქემატური გამოსახულება. შესასვლელი, ნახე? ეს დაფარული შესასვლელი იყო. მაგრამ იცი რა არის, რომელ კარზეა საუბარი, კოშკის თუ ეკლესიის კარზე შენი აზრით? გავარკვიოთ. აბა მეტი ჩაძვერი. არა, აქედან უყურებ არაფერი არ არის. ანუ აქედან ჩაძრომას ჯობია იქიდან შემოვიტვით, აქედან რომ ჩავძრეთ, შეიძლება რამე დავაზიარო. მოდი. აქ არა, ალბათ უფრო შიგნით. ეს არის კოშკი. აი, მოდი. აი ეს არის. აი მე რა მაგარია. მოიცა გავანათო. არა, ჩანს კარგად არ გინდა. შეხედე, აი ეს. ხო, ადამიანის სქემატური გამოსახულება. რა საინტერესო, რატო არ განიხილება, რომ ეს შეიძლება იყოს თვითონ ქრისტე. ანუ, ნახე, ფორმატ სილუეტურად
სავსები შესაძლებელია. აი შეხედე ახლა ხო კოშკში ვართ. ნახეთ, აი ხალხო, როგორი საინტერესოა. კოშკი, რომელსაც აქ ყრუ. ეს არის ყრუ ადგილი. ანუ ფაქტიურად შემოვდივართ კოშკში და შემდეგ შევდივართ უკვე ეკლესიაში. მოდი. არა მაგარია. ეხლა შემდეგი ვნახოთ. მოიცა მე შევალ შიგნი. და კარგი, შემდეგი არის. მოიცა ერთად არის მის. შემოდი და აქ ვნახოთ, უკვე პირველი ვნახეთ. შემდეგი არის ქვიშაქვის 6-წახნაგა ტრაპეზი, რომელზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ნუ ტრაპეზს მარტივად მივაგნებთ. ნახე, მწვანე ქვა არის. აი ხო ეს არის. 1 2 3 რა უცნაურია, 6-წახნაგიანია. ამ აფსიდის სამხრეთ მხარეს გაყოლებაზე მოგვიანებით გაჭრილია პატარა კარი. აი აქეთ. აი ეს არის. კარის ტიმპანის ქვაზე ჯვარია გამოკვეთილი. აი ეს არის ჯვარი და აი ეს რომელი ეთი იქიდან რო იქიდან შემწესოთ და თან ძალიან ციცქნაა. ხო აი ხა გავალ მე. ფაქტიურად ეს გამოდის. ნახე? ფაქტიურად ეს გამოდის, ასე ვთქვათ, სათადარიგო შესასვლელი ან გასაქცევი. იმიტომ რომ ეს წესით იქნებოდა დაფარული და შეიძლება აქ იყო რაიმე კარი, რითაც ვთქვათ, ახერხებდნენ, ვთქვათ, გაპარვას. ანუ თავდაცვით ყაიდაზეა ნაგები თლიანად რა, რაც მაშინ თქვით. შემდეგ ნახე, სამხრეთის კონსოლი თარაზულად განლაგებული 4 ფესტონითაა შემკული. ჩრდილოეთისა ვაზის მტევნების გამოსახულებით. აი, ნახე. აი ეს არის ვაზის მტევნები. შეხე. ეს არის ჩრდილოეთი, არა, ეს არის სამხრეთი, აი ეს არის სამხრეთი. და აქეთ არის ფოთლოვანი ორნამენტი. ეს ჩანს კარგად. შეიძლება გარჩას მერცა, ხო, მოკლედ ცალკეა გადასაღები. კიდე რა გვაქვს? შემდეგ შემკულ ფოთლოვანი ორნამენტის შემკულ ქვაზე არა, ეს ხომ არ არის. ფოთლოვანი ქვა სად არის? ფოთლოვანი ქვა არ ვიცი, მაგრამ ამას შეხედეთ. ეს არის, ნახე, ახლა ვართ ეკლესიაში. შეხედეთ, ეს არის ბუმბული. არის მამლის, ქათმის. ანუ ადამიანებს აქ შიგნით კი, ეს არის, ნახე. დადგმულია სქელი კვადრატული ფილა, რომლის ზედა სიბრტყეზე 8 ქიმიანი ვარსკვლავია ამოკვეთილი. ხოლო კიდე მცირე სიღრმის ღარი გასდევს. ეს არის. ანუ ეს რაღაცაზე იდო აქ ასე არისო. არა, ეს იდო კი არა, ეს სავარაუდოდ. ხო, როგორც არ შეწირის იყო თავიდანვე, რადგან ღარი გასდევს? ხო, მაგრამ ეკლესიაში არ ხდება. ხო, ესე კი შემოტანილია. ანუ შემოტანილია, მაგრამ შემოტანას თავი დაანებო. თავი დორ დაანებო შემოტანას. ეს რა არის მართლა? ანუ ადამიანები, ვინც არ ვიცი, ვინ გააკეთა, არ ამგონია ეს შეგნებულად გაეკეთებინოს, ან მორწმუნე ადამიანს გაეკეთებინოს, ადამიანი შემოდის და კლავს, საკლავს ტაძარში. რაც აბსოლუტურად მიუღებელია, აი ამის მაგალითი აგერ არის ფოტონებო. ნახავ ფოტონი. და ყველაზე მთავარი. რა? ახლა გავალთ აღმოსავლეთის ფასადისკენ. ამოდი. აქ არაფერი არ არის, ხო? არა. აი ესეც აღმოსავლეთის ფასადი. ნახეთ რა ლამაზია. აი. აჰა. აქ აი სრულიად როგორ ეკლექტურა შეკოტიწებული რაღაცებია. სარკმლის ზემოთ ქვიშაქვის ფილაზე გამოსახულია წნული ორნამენტით შემკული მაღალი ჯვარი. ჯვრის სამხრეთის მკლავის ქვეშ ქვიშაქვის ფილაზე შემორჩენილია წარწერის ფრაგმენტები. ქვევით, ხო? აი ეს. ეს ხო ნუსხურით არის დაწერილი.
აი ეს ნუსხურით. ეს არის ნაწლავის ორნამენტი და ეს რა არის? ჯვრის ქვედა მკლავის ბოლოში ცხვრის თავის რელიეფური გამოსახულებაა. ეს ცხვარია? როგორც ჩანს ცხვარი იქნებოდა, ახლა ეს ალბათ უკვე აი ზოლები რაც ნიშნავს. ახლა ჩვენ გავაკეთეთ. ახლა სრული ტური დეტალური. სრული ტური, ანუ რატომ გავაკეთეთ? როგორც წესი ვემზადებით ხოლმე, ვკითხულობთ, ვამზადებთ, მაგრამ ვინაიდან ეს ძეგლი იყო აბსოლუტურად სპონტანური, აი მოვედით უცებ ემოციებზე, რაღაცები რა თქმა უნდა გავარკვიეთ, მაგრამ აინც გვინდოდა რომ თქვენთან ერთად გვენახა. მაგრამ რაც ერთი შეხედვით ჩანს აი ჩვენს უკან რაც არის და ასეთი შემთხვევები ხშირია საქართველოში, განსაკუთრებით გვიან შუა საუკუნეებში. სავარაუდოდ ეს ქვები ეკუთვნის სხვა ეკლესიას, ან აქ იყო აქ არ ამგონია, მაგრამ შეიძლება სხვაგან იყო და შემდეგ როდესაც ეს ეკლესია აშენდა, ჩაატანეს უკვე ქვები აშკარად უფრო დიდი ეკლესიის კვალი, იმიტომ რომ ასეთი ნაწლავები და ჯვრები როგორც წესი ნაკლებად ხდება მცირე ზომის ეკლესიებზე. მოკლედ საინტერესო ამბებში ვართ ახლა, მაგრამ ერთი რაც უნდა გავარკვიოთ, ახლა კოშკის ამბავი მაქვს, ამბავია ჩემთვის გამოცანა, საიდან შევდივართ? კოშკის საიდან შევდივართ, მაგრამ მე შენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს. კიდე მაქვს რამე? კი, ნახე, დასავლეთის ფასადზე სარკმლის აქეთ-იქით წყობაში ჩასმულია თითო სწორკუთხა ფილა, რომელზეც თითო დრაკონის რელიეფური გამოსახულებაა. წავედით დასავლეთი, ამის აპირისპიროდ არის. დრაკონის ფილები? დრაკულა. დრაკულა არა, დრაკონი. ვიცი გაც. აჰა, მოდი მოვედით. აბა მოვძებნოთ დრაკონის გამოსახულება. ეს არის სარკმელისო. ოპა. სარკმლის აქეთ-იქით წყობაში. ეს არის და აი, აგერ არის, ნახე რა მხოლოდ აი. დრაკონია. უი, მეორე ჩამოვარდნილი, ნახე. აი, მე რა მაგარია ღმერთო. ეს არის ჩამოვარდნილი. აი ეს არის რომელიც იდგა სარკმლის. აი აქეთ იდგა. ნახე, აი აქეთ იდგა, შეხედე სარკმელი და მარცხნივ და აი ეს არის დრაკონი. ხო. ახლა მოვძებნოთ იქ ასასვლელი. ხო. კოშკში ასასვლელი. კოშკში შესასვლელი მხოლოდ ეკლესიის სახურავიდან არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან ეკლესიის შენობა ისედაც სავალალო მდგომარეობაშია და ყოველი შეხება სახიფათო არის. ამასობაში გავარკვიეთ, რომ ეკლესიის შენობაში ნანახი ავზი, რომელიც ახლა მსხვერპლშეწირვისთვის იყო გამოყენებული, სანათლავი ყოფილა. მინი ინტერვიუ, რას ვიქნებ დღევანდელ დღეზე? დუშეთი არ წყვეტს ჩვენს გაოცებას თავისი არაჩვეულებრივი ადგილებით. ანუ ადგილები არის საინტერესო, უნიკალური და ფაქტიურად უცნობი. ნაკლებად ცნობილი. ამიტომ ჩვენც და თქვენც რომ ერთად სულ ასეთ ადგილებში დავდიოდეთ და მეტი საშუალება გქონდეს ასეთი ადგილების აღმოჩენის, გამოიწერეთ ჩვენი არხი და რა თქმა უნდა მოიწონეთ თუ მოგეწონებათ. მოგეწონებათ ალბათ, თუ არ მოგეწონებათ, შენიშნოთ გითხარით, რატომ არ მოგეწონათ. მოკლედ, გავაგრძელოთ საქართველოს აღმოჩენა და არა მხოლოდ საქართველოსი, ერთ კვირაში შევხვდებით. დროებით. წავედით მალე.